ბერიანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდი წარმოგიდგენთ. ინტერნეტ გადაცემას სიცოცხლის ხიდი. ჩვენ ბედნიერი სახლიდან მოგესალმებით. ვინც აქ ნამყოფია, ვინც თვალყურს ადევნებს ჩვენს პატარა გადაცემებს, ალბათ იცით, რომ ეს სახლი სხვა დანარჩენი ასეთი სახლებისგან განსხვავდება იმით, რომ აქ არის კომპანიების ოთახები. არსებობენ ძალიან ბევრი კარგი კომპანია, რომელსაც სოციალური პასუხისმგებლობა აქვს და მათ თავის თავზე აიღეს გაურემონტეს ოთახები და ზოგ ოთახში ბავშვები ერთობიან თამაშობენ, ზოგში ლექციებს ისმენენ, მაგალითად ამ წუთას ამ კედლის მიღმა მამა დავით საკვირაო საათები აქვს და ყველა ბენეფიციარი ახლა მასთან ერთად არის და ისინი საუბრობენ სიყვარულზე, ღმერთზე და ასე შემდეგ. ჩვენი სტუმარია დღეს ერთ-ერთი ოთახის ამ ოთახებს შორის არის ერთ-ერთი ოთახი, რომელიც წმინდა ნაზარ ლეჟავას ფონდის მიერ არის გაკეთებული და სწორედ ამ ფონდის თანამშრომელია დღეს ჩვენთან სტუმრად. ნატუკა ნუღაიდელი სწორედ ამ ფონდის თანამშრომელი, ასე ვიტყვი, ხო? პირველ რიგში დიდი მადლობა თქვენს ფონდს, რომ არაჩვეულებრივი ოთახი გაუკეთეთ ბავშვებს. ისინი ძალიან ბევრ და კარგ დროს ატარებენ იქ. როგორ დაიწყო თქვენი მეგობრობა ფონდებს შორის? მოგესალმებით, ნანუკა, დედათინათი, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენი ფონდის წარმომადგენელი ვარ დღეს თქვენს პატარა გადაცემაში. რაც შეეხება წმინდა ნაზარ ლეჟავას სახელობის ფონდს და ბერიანდრიას ფონდს, ჩვენი მეგობრობა სწორედ ამ ადამიანების მეგობრობიდან დაიწყო და ძალიან ბედნიერი ვართ, რომ ჩვენც გვეიმედება ძალიან ბერიანდრიას ფონდი და ჩვენი მიმართულება არის სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცები და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვები და ნამდვილად გვეიმედება, რომ როდესაც ასეთი დაავადება, როგორიც არის ონკოლოგიას, გვახსენდება, ვიცით, რომ ძალიან დიდი იმედი არსებობს ბერიანდრიას ფონდის და დედა თინათინის სახით. მოგესალმებით, მესნატუკა, მამა ნაზარის ჩვენ გავიცანით, მამა ანდრია ახალი გარდაცვლილი იყო, მაშინ ჯერ კიდევ მორჩილი იყო. მორჩილი იყო. დიახ, და მე როდესაც გავიცანი, რო შევხედე, ისი ძალიან ისე სწრაფად იცის სიარული და ჩემი მამა ანდრიაც ესე დადიოდა, ძალიან ჩქარჩქარა და ისე რო უყურებდი, სულ წარმომედგენა ხოლმე, წარმოვიდგენდი, რომ მამა ანდრია რო ამ ქვეყნად იყოს, აი ესე იშრიალებდა, როგორც მამა ნაზარი მეთქი და ბევრჯერ მithქვამს და რა თქმა უნდა, როგორც ჩვილი ისე მიყვარს მეც და ჩემ მეუღლეს, როგორც ჩვილი ისე ყავს, სულ მეუბნება, რომ არა, ნუმადარებო ხა მამა ანდრია, მაგრამ ჩვენთვის მართლა როგორც ჩვილი ისი არის, მე აღიკვეცა, შემდეგ გახდა მღვდელ მონაზონი და ჩემთვის ძალიან სასიხარულო არის ყოველი მასთან შეხვედრა და აქაც ფონდში სულ რომ ისე შემოგვირბენს, როგორც ქარიშხალი ისე დაივლის ყველაფერს, ხო? ძალიან და მე ძალიან გამიხარდა, როდესაც მან გამიმხილა პირველად, რომ უნდოდა ესე ფონდის გაკეთება, მითხრა და ძალიან ბევრი ვისაუბრეთ მაშინ. მე ვუთხარი, რომ აი ძალიან კარგი და თავის მრევლისთვის გააკეთა ეს. აი რომ ესე უბრალოდ ის არ ყოფილიყო მისი და მრევლის ურთიერთობა, ხო, პირადი მხოლოდ. მათ ერთად შეეძლო ძალიან ბევრი სიკეთის გაკეთება და აირჩიეს ეს მიმართულება და მე ძალიან მიხარია და თვითონაც ხშირად ამბობს და უთქვამს, რომ ნუ ბერიანდრიას ფონდში ძალიან აი ყოველდღიურ ჩვენს ცხოვრებაში მონაწილეობდა. ხშირად არის მამა ნაზარი, ხო, ეხლაც აქ არის რო იცოდეთ. ხო, ეხლაც აქ არის. ისულ აქ არის. ძველ სახლშიც სულ ჩვენთან იყო ერთი პერიოდი ცხოვრობდა კიდევაც ჩემ ბავშვებთან და მშობლებთან ერთად, მასაც რაღაც ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და მაშინ ამბობდა, რომ აი უდიდესი გამოცდილება მიიღო. არ მხოლოდ ფონდის სპეციფიკიდან გამომდინარე და ჩვენ რას ვაკეთებდით. იქ ურთიერთობა ბავშვებთან და მშობლებთან 24 საათიან რეჟიმში კიდე სულ სხვა იყო და რა თქმა უნდა მამა ნაზარის გარეშე, რა ვიცი, მე არ წარმომიდგენია კი თავისი ფონდი აქვს და ბევრ ამის აკეთებენ, მაგრამ ჩვენთანაც ამაზეც ვილაპარაკებთ, ის ფონდი რას აკეთებს. თუმცა დღეს ძალიან რთულია რომ გქონდეს ფონდი. ძალიან ბევრი ადამიანი სკეპტიკურად უყურებს, ბევრი ადამიანს რაღაც აი ძალიან ბევრი კითხვები აქვს, სადღაც ფული რაღაც უნდა თქვათ ამდენი რას აკეთებენ. ხშირად არ გენდობიან, ასეა? თუ ეს მე მაქვს ასეთი განცდა? არა, სამწუხაროდ ეს დამოკიდებულება ნამდვილად არის და
ყველანი ადამიანები ვართ პირველ რიგში, ხო, და აქედან გამომდინარე, გასაგებიც არის, იმიტომ რომ სამწუხარო ძალიან ბევრი სარგებლობს ამ სიტუაციით და მართლაც ყოფილა შემთხვევები, რომ ძალიან ცუდი არამიზნობრივი გამოყენება ხდება ხოლმე მკეთილი ადამიანის შემოწირულობის თუნდაც. ბერიანდრიას ფონდი ალბათ დამეთანხმება ყველა, ხო, რომ ერთ-ერთი პირველი არის, რომელსაც კითხვით ნიშნები არ აქვს საზოგადოებას. რაც შეეხება ჩვენს ფონდს, ჩვენი ფონდი უკვე 6 წლის ხდება მარტში და მე-6 წელია ყველაფერი, აი თითოეული თეთრი იხარჯება აბსოლუტურად გამჭვირვალედ. ყველაფერი COVID პანდემიის დროს დაიწყო, როდესაც აი სამრევლოს წევრები ჩვენ თვითონ რაღაც თანხებს ვაგროვებდით, მივდიოდით და ნელ-ნელა ეს ყველაფერი გახდა უკვე საჯარო, ადამიანებმა დაიწყეს თანხის ჩარიცხვა და ნებისმიერს, აი თუნდაც 5 წლის წინ ვისაც აქვს თანხა ჩარიცხული, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ მოვიდეს და გვითხრას, რომ აი გვაჩვენეთ, ჩვენთან აბსოლუტურად აი თითოეული თეთრი არის გამჭვირვალედ დახარჯული და ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ თვითონ სამრევლოს ყველა წევრი ფონდში, ვინც ვართ ადმინისტრაცია იქნება ეს თუ სხვა თანამშრომელი, მთელი გულით აბსოლუტურად უანგაროთ, აქ არანაირ ანაზღაურებაზე საუბარი არ არის, ჩვენივე რესურსებით მივდივართ ამ ხალხთან. თქვენ თვითონ პოულობთ ხალხს, ვისაც დახმარება ჭირდება თუ როგორ ხდება დაკავშირება თქვენ ფონდთან ამ შემთხვევაში? ძირითადად ჩვენ გვყავს უკვე ჩვენი მუდმივი ბენეფიციარი, რომელსაც ვეხმარებით ყოველთვიურად. ძირითადად ახლა ეს საჭიროებები არის მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები და საკვები პროდუქტები. გარდა ამისა, სოციალურ სივრცეში, რაც უკვე საჯაროები გავხდით, მოგმართავენ ადამიანები დასახმარებლად და კიდევ აი ეს სივრცე, სადაც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვები არიან, დადიან ერთ თერაპიებზე, მათთვის არის რაღაც საერთო სივრცეები და ისინი ერთმანეთს, ასე ვთქვათ, რეკომენდაციას უწევენ, ვთხოვენ, რომ აი ჩვენი მეგობრები არიან და ასე გავიზარდეთ და გავხდით დღეს დაახლოებით 60-მდე ბავშვი ყავს და სადღაც ესე 40-45 მარტო ხელა სოციალურად დაუცველი მოხუცი. ყავს ასევე ზრდასრული ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად დედის გარეშე სამწუხაროდ უჭირთ მათ გადაადგილება, ფუნქციონირება და რამოდენიმე ყავს ასეთი. ძირითადად ჩვენი ბენეფიციარები, ჩვენ მეგობრებს ვეძახით, მათ არიან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვები და მარტოხელა სოციალურად დაუცველი მოხუცი. რა კარგია რომ არსებობთ მართლა. რაც შეეხება თქვენ ფონდს, კითხვები არ აქვსო ხალხს, როგორც ამბობენ თქვენი ფონდის მიმართ, მაგრამ მაინც ალბათ მოუძებნით ვიღაცას, ვინც დასვავს კითხვას, რომ ნუ რაღაც უნდა ახლა ამას ამდენი სადმე აქვს. ეს ძალიან საწყენია ალბათ პირველ რიგში, როდესაც ასეთ დამოკიდებულებას გრძნობ ადამიანებისგან, ხო? საწყენი არის. არის ალბათ. კი, მართლა. თან ყოველთვის ვფიქრობ ხოლმე, რომ ნუ ჩემ თავში ვეწებ რაღაც ალბათ მე დავაკელი, მე ვერ დავანახე, ანუ ყოველთვის ვცდილობ, რომ ისევ ჩემ თავში ვიპოვო და ეს შეცდომები თუ რამე ესეთი არის და აი ესე გავცე პასუხი. ყოფილან ხოლმე მეცაც გეტყოლია სტუმრები, უყვებოდი ყველაფერი და ნუ ერთ-ერთმა ესეც სტუმარმა თქვა, რომ ამათ ამერიკა აფინანსებ. თან ვერ დაიჭერა, რომ საიდან მოაქვს? ამერიკა აფინანსებ და მე ჩემი თანამშრომლებმა გაიგეს და მითხრეს, რომ ესე თქვაო ამ ქალბატონმაო და გამეცინა მე დავდექი და ვუთხარი, რომ თუ რამე კითხვები გაქვთ, მე მკითხეთ ყველაფერზე ამომწურავად გიპასუხებთ მეთქი და როდესაც კიდე უფრო ესეთ ღრმა დებატებში შევედით, გუწმრელად მითხრა, რომ მართლა არ ველო, ვერ წარმომედგინაო თუ შეიძლება ამ ხელა რაღაც გაკეთება და აი ესე არაფლისგან ამდენი არაფლისგან. და ნუ მე ვთხარი, ნეტა მაფინანსებდნენ, თორე სულ ერთია რომელი ქვეყანა დამაფინანსებდა, მივიღებდი დაფინანსებას და ვიტყოდი, რომ დამაფინანსებ. არ დავმალავდი. მაგრამ ესეთი დამფინანსებელი ჩვენ არავინ არ ყავს, თითოეული ადამიანის ერთ ლარზე ვართ მართლა დამოკიდებული და თან კიდევ ვცდილობთ, რომ ჩვენც ბევრი ვიშრომეთ და შენ
კარგად იცი და ჩვენმა მაყურებლებმაც უკვე ძალიან ბევრი სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვა პროექტებს ვაკეთებთ და თან ტრეინინგ ცენტრიც გვაქვს, საიდან ეს თანხა შემოდის და ისევ ბავშვებთან რჩება და ეს კამპანია 31 ძალიან მიყვარდა, ძალიან კარგად აიტაცა სხვა ფონდებმა, საზოგადოებამ და მე ძალიან მიხარია. იმიტომ რომ ის ლარიც ბერი ანდრიას ფონდის შვილობილებიდან გასული მგონია, როდესაც მე თვითონაც მოუწოდები ყველას რომ ჩაგვირიცხეთ ჩვენ ერთი ლარი და მეორე ლარსაც თუ იპოვით, ხო, ჩაურიცხეთ, რა ვიცი, ნაზარ ლეჟავას, ცინცაძის ფონდი, ძალიან ბევრი ფონდებია დღეს. არის კეთილშობილი ფონდები, რომლებიც მართლა მთელი გულწრფელობით სიკეთეს აკეთებენ და რაღაც ეს კამპანია ესე კარგად რო არის და ბევრი სხვებმაც გადაიღეს, მე ძალიან მიხარია და სულ ვამბობ რომ რა მაგარია და რა კარგია. ხოლო იმ ადამიანებს, ვისაც რამე კითხვა უჩნდებათ ხოლმე და ალბათ არის ლეგიტიმური, იმიტომ რომ ხედავენ რომ ძალიან ბევრი ცოტა არიან ისეთები რომ არაკეთილ სინდისიერად როგორც ნატუკამ აღნიშნა იქცევიან სამწუხაროდ მართლა არის. სამწუხაროდ შემიძლია ვთქვა რომ არიან ზოგი ოჯახი მორჩა ბავშვი, მაგრამ დღემდე იძახის რომ ვერ მორჩა, მაგრამ ოჯახს უჭირს. მე სულ ყოველთვის ვეუბნები რომ არ თქვა რომ ისევ კიბო აქვს, ბავშვს უკვე არ აქვს, თქვი რომ მე უბრალოდ მიჭირს. ესეთი შემთხვევებიც არის ხოლმე, თუმცა ისინის გაჭირვებიდან გამომდინარე ამბობენ, უბრალოდ მაინც ამ დაავადებას იყენებენ, იმიტომ რომ უფრო სენსიტიური არის საზოგადოება ამის მიმართ. და უბრალოდ მიჭირს რო ვთქვაო, შეიძლება არ დამეხმარონ. მე იმათიც მესმის სიმართლე რო გითხრათ და რა ვქნათ, ეხლა რო უჭირს, ამიტომ მithხოვენ. და იმ ადამიანებს მივმართავდი და ვიტყოდი, რომ ვისაც რამე იოტის ოდენა ეჭვიცა, მობრძანდნენ. მე მთელი გულით ვეპატიჟები მათ, დასვან კითხვები მეუპასუხე, პირიქით გამიხარდება, რომ აი ან უფრო გაუღრმავდებათ და იტყვიან, რომ მართლა არაფერს არ აკეთებენ, ხო? ან მერე იტყვიან, რომ არა, თურმე აკეთებდნენ და ყველა ადამიანი ახლა თავის თავზე და თავის, რა ვიცი, შეგრძნებებზე, ფიქრებზე და ყველაფერზე თვითონ არის პასუხისმგებელი და ჩვენ ამ შესაძლებლობას ვაძლევთ, რომ მოვიდეს და თვითონ თავად ნახეთ. დაუბრუნდები ახლა თქვენ ფონს. თქვენ ხართ მრევლი, ხო, შეკრებილი, რომლებმაც გადაწყვეტეთ აიღეთ პასუხისმგებლობა და უვლით უკვე 100-მდე ადამიანს, ხო? ეს პირველ რიგში მე მგონია რომ თქვენთვის არის კარგი და შემდეგ იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც თქვენ ხარჯავთ თქვენს ენერგიას, თქვენს სიყვარულს და ყველაფერს, რაც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? ნამდვილად, აი მე შემიძლია ძალიან ბევრი მაგალითი გავიხსენო იმისა, რომ პირადად მეც მქონია ეგეთი შემთხვევა, რომ აი არანაირი რესურსი აღარ მაქვს, ამბობ, რომ არც მატერიალური, არც ენერგიული. არ შემიძლია და არ ვიცი, მე მამას ხშირად ვეუბნები, რომ აი თქვენ ლოცვას აქვს ეს ძალა, რომ აი რაღაც არარსებული რესურსები გვეძლევა, თუ ზოგჯერ ფინანსური, ზოგჯერ ადამიანური, რომ აი რაღაცა თავი რო ხელში აკყავს და იქ მიყავს და იქ რო ხედავ რომ შენ ამ ადამიანისთვის ახლა მთელი დღე გაალამაზე, ამ ადამიანს რაღაცა ახალი აჩუქე, იმედი აჩუქე. მზე ხარ ფაქტიურად დაათბობ და ყველაფერს უკეთებ. ყველაფერი ხარ და ზუსტად ჩვენი ფონდის, ასე ვთქვათ, სლოგანი არის ურთიერთარ სიმძიმე იტვირთეთ, რომელიც არის პავლე მოციქულის სიტყვები და რეალურად მამაოს იდეაც ეგ იყო, რომ ჩვენი ქრისტიანობა გამოგვეხატა პრაქტიკულ საქმიანობაში და იმაში, რომ რეალურად არა მხოლოდ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ტაძარში სიარული, ლოცვა, ზიარება, მაგრამ პრაქტიკული ქრისტიანობის მაგალითი არანაკლებ მნიშვნელოვანია და ზუსტად ეს იყო ჩვენი ფონდის იდეაც, რომ რეალურად საქმიანობით, ანუ სიყვარული ღმერთია, სიყვარული არის ქმედება, ხო, რაღაცას აკეთებ და ზუსტად აი ეს ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ აი ამ ქმედებაში გამოგვეხატა ჩვენი ქრისტიანობა, ადამიანების სიყვარული და რა თქმა უნდა ღმერთი. აი თქვენც რაღაცა კონკრეტული ხარჯები გაქვთ, მე ვიცი რომ თქვენ გაქვთ რაღაცა კოლოსალური რაოდენობა ლარების გადასახდელი. ყოველთვის ბოლოს იქნება ეს კომუნალური გადასახადი თუ სხვა საჭიროება, რაც ჭირდებათ ბავშვებს. თქვენ ბევრი გაქვთ, თქვენ მეტი გაქვთ, იმიტომ რომ სახლი გვაქვს, დიახ, სადაც გვაქვს ისეთი ხარჯები, რომლებიც არის ფიქსირებული და არ თვითონ თვიდან თვემდე, რომ ზამთარში კიდე
უფრო მატულობს, იმიტომ რომ კომუნალურიც გათბობას ჩართვა გვიწევს და სახლი ძალიან დიდია. ჩვენ ეს ფიქსირებული თანხები ძალიან ბევრი გვაქვს და მეტი გვაქვს და ნაზარლეჟავას სახელობის საქველმოქმედო ფონდს თან მათ არც ხელფასები არ აქვთ, როგორც ბერი ანდრიას ფონდი 2023 წლამდე არც ერთ თეთრ ხელფას არ იხდიდა და არ იყო ამის საჭიროება და არც შესაძლებლობა. ამ სახლში უკვე გაჩნდა, სახლი ძალიან დიდი არის და აქ 24 საათიანი ზრუნვა რო ხდება უკვე ბავშვებზე და მშობლების დახმარება, აქ უკვე ესეც გაგვიჩნდა. ანუ თან კიდევ ჩვენ სახელფასო ფონდიც ამ წუთას ესე 2023-დან დაგვემატა. და ნაზარლეჟავას ფონდში მე როგორც ვიცი არა, ისინი უფრო რაც თანხა შემოდის, მხოლოდ ბენეფიციარებთან მიდის. კი, ჩვენთან ასეა, ჩვენ გვყავს რამდენიმე მუდმივი ბენეფიციარი, ვისაც ყოველთვიურად ვეხმარებით. ნუ როგორც თქვი, ეს არის ჰიგიენური საშუალებები, მედიკამენტები და საკვები პროდუქტები და ასევე რამდენიმეს ვეხმარებით კომუნალური გადასახადების გადახდაში. თუმცა ასევე გვაქვს რაღაც ღონისძიებები ყოველწლიურად, ეს უკვე ჩვენთვის ტრადიციულია, რომ ბავშვები უნდა წავიყვანოთ, დავაორგანიზოთ მათთვის მიკითხვა, ღონისძიების ჩატარება, დაბრუნება სახლში, 1 ივნისი საახალწლო გასართობები, ანუ ესენი გვაქვს, რაც ხელუხლებელია ეს დღესასწაულების კი, არაფერი არ ეხება მას და დანარჩენი, აი როგორც დედათინა თილმა თქვა, ვცდილობთ რომ შევაგროვოთ თანხა მობილიზება გავუკეთოთ. ჩვენთან ფიქსირებული ხარჯი სხვა არაფერი არ არის, იმიტომ რომ ყველანი ვართ მოხალისეები და ყველანი პირიქით იქით ვდებთ ძალიან ბევრ რესურსს იმაში, რომ რაღაცა ბევრი სიკეთე ვაკეთოთ. ისე უცნაური მაგალითი უნდა მოვიყვანო, მაგრამ მთელი ცხოვრება მინდოდა ექიმობა. ნუ რა ვქნა, ბავშვობიდან ასე მინდოდა. რო გავხდია 50 წლის, მაშინ გადავწყვიტე რომ ჩავაბარო. სხვა დროს არ ჩავაბარე საექნო სკოლაში. და რა თქმა უნდა, ჯგუფი არ შედგა საღამოსი, ახლა რატო ყოფი ამ ყველაფერს. გამოცდა ჩავაბარე წარმატებით. პაციენტი უცებ შემიყვანეს, იქ მულაჟები ყავთ ძალიან კარგი ამ საექნო სკოლაში. სატურაცია ქონდა დაბალი, ნახველი, მოკლედ ტექნიკურად ყველაფერი გავაკეთე სწორად, მაგრამ მივიღე დაბალი ნიშანი და რატომ? ემოციური კონტაქტი არ დავამყარე პაციენტთან. ეხლა თქვენ გიწევთ ადამიანებთან კონტაქტი, ვისაც ცხადია წამალი ცალკე ჭირდება, მოლაც არ გეჭირდება, ტანისამოსი ჭირდება, შეიძლება, მაგრამ სიყვარული ჭირდება და ყურადღება ჭირდება, რაც არანაკლებ მოსაძიებელია ჩვენთვის. აი, რანაირად ყოფნის ენერგია, რომ ამდენ ადამიანზე ასე ლამაზად ანაწილებდეთ სიყვარულს. იგივე მინდა კითხოთ. ეს არ არის მარტივი. ცალკე რომ ფულზე დარბის, ყველა შოულობს და ცალკე რომ ამხელა სიყვარულს აძლევთ. სიყვარულს, თუ ესე კი, მე ასე ვხედავ და ყველა ასე ხედავს. მიხარია, მართლა მთელი გულით რომ ამბობ მიყვარხარ, ის უბრალო სიტყვა მიყვარხარ არის, მართლა მთელი გულით მიყვარს ის ადამიანი, ვისაც ამას ვეუბნები და ჩემთვის ძალიან ძვირფასი არის და როგორ გამომდის, არ ვიცი. ყველაზე მადლიერი ვარ იმის, რომ ღმერთმა არ გამაბოროტა, ხო, ამდენი ტკივილის და ამდენი პრობლემის მერე. აი და ერთადერთი შვილი როდესაც დავასაფლავე და მაინც რო არ გავბოროტით. ეს ისე მიხარია, ყველაზე ძალიან მიხარია და მომწონს ჩემ თავში, რომ ყველაფრის პატიება შემიძლია, აბსოლუტურად ყველაფრის და რომ მიყვარს ადამიანი, თუ რამე გული დამწყდა ან რაღაცა, წამშივე შემიძლია შევუნდო და ისეთივე სიმძაფრით მიყვარდეს, როგორც მანამდე. ხო, მეუბნებიან, რომ აი როგორ შეგიძლია ეს. არ ვიცი, ნუ ალბათ ჩემი ბუნება არის. ხო, არ ვიცი, აი ვერ ვიტყვი რომ სადმე დავისწავლე, რაღაც შინა, აი ესეთი ვარ და ყოველთვის იმისკენ ვარ, ვინც აგებს, ვისაც უფრო უჭირს. მე ვერც ვერ გულშემატკივრობდი, ხან ამათკენ ვიყავი, ხან იმათკენ და ვერ გავიგებ ვის გულშემატკივრობ. აი რო აგებს, ის მეწოდება, რაც არ უნდა იყოს და ძალიან ესეთი ჩემი შინაგანი ბუნება ალბათ ესეთი არის და ამის ვერ დავისწავლით, მაგრამ ფონდში გეტყვით, რომ ამის უხვად გაცემის შესაძლებლობა რომ აქვს, ამიტომ ვარ უფლის მადლიერი, რომ აი შეიძლება გიყვარდეს და რა გიყვარს და დამთავრდა, მაგრამ ხო, შენ არა, აქ აი ამის შესაძლებლობა რა მაქვს და მე ყოველთვის ვამბობ, რომ მადლიერი ვარ უფლის და მამა, რომ ჯერ მამა ანდრია მაჩუკა.
მე მამა ანდრიასი რომ ეს ბავშვები დამიტოვა, იმიტომ რომ ბევრად უფრო საჭიროდ გრძნობ თავს და ბევრად უფრო საინტერესო ცხოვრება მაქვს დღეს, ვიდრე მანამდე, როდესაც ერთადერთი შვილი ჩემ გვერდში იყო და მხოლოდ იმაზე ვიყავი ორიენტირებული, რომ მისთვის შემექმნა რაღაცა კარგი მომავალი, თან დევნილები ვიყავით, ვინმეს არ ეთქვა, რომ მაშინ ცოტა ესე ლტოლვილს გვეძახდნენ და არა ცოტა აგრესიული ფონი იყო. კი, დიახ, აი სულ ამის დაფარვაში, ამის იმაში ვიყავით ძალიან ჩართული მთელი ოჯახი და მადლობა უფალს. დღეს სადაც ვარ ამ ადგილას რო ვარ დღეს, ამას რო ვაკეთებ, იმის მიუხედავად, რომ უდიდესი ტკივილი და ბევრი ცრემლი და ტანჯვა და შინაგანი რაღაცნაირად ეს ყველაფერი მანგრევს, მაგრამ ამის შესაძლებლობა რომ აქ რო ეს სიყვარული გავცე ესე უხვად და რო ღებულობე. აბა, ეს არის ძალიან კიდე თორე შენ მიდი გაეცი თუ არავის არ სჭირდება შენი სიყვარული რა არის. აი ამიტომ ვარ უზომოდ ბედნიერი და მადლიერი უფლის და მამა ანდრიასი. ალბათ კონდიციც მნიშვნელოვანია, ხო, ის თვალები მადლიერი და ის ღიმილი ალბათ, რომელიც გვხვდებათ ყოველ დღე თქვენ ბენეფიციარებთან მისვლისას. კი, ნამდვილად, ანუ მეც ახლა ვერ გეტყვით, რომ ეს რაღაცა როგორ ვახერხებთ, ეს ხდება ბუნებრივად, იმიტომ რომ აი ეს ან არის, ან ალბათ არ არის, იმიტომ რომ ვიღაცას არ შეუძლია. თუნდაც ძალიან რთულია ემოციურად მართლა მიხვიდე და ნახო ბავშვი, რომელიც 10 წლის არის, 13 წლის არის და ფიზიკურად ვერც ერთ კიდურს ვერ იმორჩილებს, ძალიან უჭერს ტკივა ფიზიკურად, არ არის კარგი. და თვალებით რაღაცას გეუბნება და ის თვალები ამ დროს გეუბნება, რომ რა კარგია, რომ მოხვედი და ну აი მართლა ძალიან ბევრი სიტუაცია მქონია ეგეთი, რომ აი ჩემ პირადად ხა მეც მქონია მაგალითად, რომ რაღაც ჩემს მეუღლეს ვთხოვე, რომ გამომყევი ერთ-ერთ ასეთ ბავშვთან და ну მაშინ მითხრა, რომ იცი რა ნატუკა მე არ შემიძლია. ზოგს არ შეუძლია. ერთადერთხელ წამომყვა, უბრალოდ იქედან რომ გამოვედით, მითხრა, რომ აი ძალიან გთხოვ, მე ფიზიკურად არ შემიძლია. თუმცა ჩემთვის ხა აი კეთო, თენგო, ანზორი ბაბუ ერთი უსაყვარლესი მოხუცი ყავდა, თამარა ბებო, რომელიც ვაჟა-ფშაველაზე ცხოვრობდა და ანუ მისთვის ახალ წელს სამკაული უნდოდა, რომ ვიღაცას ეჩუქებინა და ჩვენ რომ მივედით და რომ მივუტანეთ რაღაც საყურე, სახლის ღუნღულა ჩუსტებიო, ესე გითხრა. არ დაუჯერებელი იყო მისთვის ეს ამბავი და ნუ აი ესეთი ემოციების თანაზიარი რო ხდები, მე ზუსტად ეს ენერგიაც მაქედან მოდის და ავტომატურად ივსება. კი, ისე როგორც აი რაღაც საკუთარი ოჯახის წევრზე გეფიქრება, ხო? ნეტა რა შვება, როგორც ჩვენც ესე ვართ, იმიტომ რომ ვიღაცას აკეთებ რეაბილიტაცია სჭირდება, ვიღაცას მასაჟი სჭირდება, ვიღაცას კომუნალური აქ გადასახდელი და შესაბამისად, ანუ აი ეს ხდება ცხოვრების ნაწილი და მე ალბათ ძალიან რთული არის თუ თქვათ რაღაც დოზით გიწევს ამ ყველაფრისგან მოშორება. მოშორება აღარ გამოგივა მე მგონი სხვანაირად ცხოვრება. დამოკიდებული ხდები ალბათ ხო ამ სიკეთის, კეთების, ამ ადამიანებთან ურთიერთობის, ვიდრე თვითონაც ივსები, აქ ეს არის. ძალიან ივსები, კი. შენ თვითონ ივსები და მე ძალიან მიყვარს აი იქით რო არა მარტო მე ალბათ ყველა ხო ჩუქება იქით უფრო მიყვარს რომ მივცემ, თან რო ფიქრობ რომ უნდა აბა რა მოუნდება არ მოუნდება, მოეწონება, არ მოეწონება, ეს პროცესიც კი ძალიან ისეთი არის სასიამოვნო და ამას რო გააკეთებ და მიუტან ადამიანს რო გაუხარდება, არ ვიცი, აი ძალიან ისეთი არის და მეც სიმართლე რო გითხრა, მეც ძალიან გამიჭირდებოდა. ხა ჩემი ბავშვები ხო ალბათ ვის როგორ და იმიტომ არ ალბათ მიაგდა თქვენი იქ. მე ძალიან გამიჭირდებოდა იმ ბავშვებთან, იმიტომ რომ მართლა რთული არის, თან არიან ძალიან ხანგრძლივად კერა და დაიბადა და ესე დაიბადა და ესე უნდა იყოს სანამდეც იქნება და რაც უფრო იზრდებიან, მით უფრო რთულია მათი მოვლა. ოჯახებიც ძალიან მეწოდებიან და მართლა ჩემთვისაც გულწრფელად იქნებოდა ძალიან რთული. ჩემი ბავშვები ისეთები არიან, რომ არც კი ეტყობათ, ხო, უბრალოდ, ну, როდესაც უკვე ნელ-ნელა მძიმდებიან, მხოლოდ იმ შემთხვევაში და მათაც ძალიან სტკივათ, მაგრამ რაღაც პერიოდი არის მხოლოდ, არის აქვს დასაწყისი და დასასრული. დასასრული ორი არის, ან მორჩება და გააგრძელოს ბედნიერად ცხოვრებას, ან გადაინაცვლებს მამა ანდრიასთან სასუფეველში და იქ კიდე უფრო კარგად იქნება. რაღაც დრო არის ჩვენთან.
თქვენთან უფრო რთულია, მე ესე მგონია. მე ორივეს დიდი და მადლობა. მადლობა. ერთად და ცალ-ცალკე არ ვიცი, ალბათ არ მეყოფა არც ერთი სიტყვა, რომელიც ვიცი რომ ადლიერება გამოვხატო თქვენს მიმართ მართლა. პირიქით, სხვათა შორის ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ზოგჯერ არის ადამიანი, რომ აქვს შესაძლებლობა, მაგრამ აი რაღაცა უნდა ბიძგი. ბევრია, ასეთი ახლა ვინც გვიყურებს. ხო, ალბათ ბევრია. ასევე იცით რატო არ ფიქრობთ? გაურბივართ სიმართლეს, გვეშინია. არც ვიცით. არა, მე ფონდის შესახებ ვიცოდი ბევრი წელი, თუმცა ჩემი გონება ამას გაურბოდა რაღაცნაირად, იმიტომ რომ არ არის მარტივი. კი. მოდი ასე ვთქვათ, არც ემოციურად არ არის მარტივი და არც შემდეგ შენი ყოველდღიურობა რო გახდეს, ამასთან ერთად ცხოვრებას არ არის მარტივი. ამიტომ რა ვიცი. და ზოგჯერ წარმოუდგენელია ის რეალობა, როცა მივდივართ ოჯახებში, აი ჩვენთვის ახლა შეიძლება რაღაცა ძალიან ესეთ ძვირადღირებულ აპარტამენტებში და სახლებში არ ვცხოვრობთ, ხო, აქედან არც ერთი, მაგრამ ის ადამიანები, ბავშვები ცხოვრობენ წარმოუდგენელ სიღარიბეში. აი უბრალოდ ძალიან რთულია მე იქედან წამოხვიდე და არაფერი არ გააკეთო. შესაბამისად, ადამიანებს არც კი წარმოუდგენიათ, რომ სხვას შენ საზოგადოება, რომელიც შენი წრე არ არის, ძალიან უჭირს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის დედმამიშვილები, აი ჩვენი ბავშვების განსაკუთრებული საჭიროებების მქონე დედმამიშვილები, ცალკე ისტორია, იმიტომ რომ ეს ბავშვები ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დგანან, ფსიქოლოგიური, ფინანსური, მათაც ვცდილობთ ჩვენ რომ მათაც დავეხმაროთ, მათაც მოუგვაროთ ელემენტალური საჭიროებები და ძალიან ერთ-ერთი ბოდიში ნატუკა ერთ-ერთი ჩემი ბავშვის ძმა თქვა რომ უნდა რომ კონდეს კიბო. იმიტომ რომ ყურადღება ყურადღება და ზრუნვა იმაზე იყო. მაშინ დავიწყე მე დედმამიშვილებზე ზრუნვა პირველად. ანუ ჩვენც ესე ცხოვრება გვაჩვენებდა, ხო? ცხოვრება გვაჩვენებს და რომას ეს არ მონდომებოდა, ამიტომ დავიწყეთ დედმამიშვილებზე ზრუნვა. დასასვენებლადაც რომ მივყავს დედმამიშვილებიც აუცილებლად. და თუ რამეს ვაკეთებთ, ყოველთვის დედმამიშვილები ყოველთვის არიან ჩემ ბავშვების გვერდზე და არასდროს არ გამოვყოფ მათ. იმიტომ რომ უდიდესი გამოწვევის წინაშე არიან, ჩვენთან განსხვავება ის არის, რომ თქვენი ბენეფიციარების თან წლები უწევთ ცხოვრება და ჩვენთან ხანმოკლეა მათი შეიძლება თუ ვერ მორჩება, შეიძლება მალევე აღარ იყოს და აი ამის წართმევა არ მინდა, რომ იყვნენ ერთად. და ეხლა სახლში ერთ-ერთი ჩვენი შვილობილის, რომელიც არის აფხაზეთიდან, მთელი მისი ოჯახი არის ჩამოსული სხვა დედმამიშვილებიც. დიახ, მეორეც ორი ყავს ამ წუთას სახლში, აფხაზეთიდან თუნდაც აფხაზები, მეორესი სულ ახლახან სწავიდნენ. სულ აი ძალიან ბევრნი იყვნენ, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა ამის შესაძლებლობას ვაძლევთ, რომ დედმამიშვილებზე ზრუნვაც არანაკლებ მნიშვნელოვანი არის და ეს უნდა გავაკეთოთ. შეიძლება ხა ზუსტად იგივე ვერ გაუკეთოთ, რაც ბენეფიციარს, მაგრამ ყურადღება მისაქცევი არის. თქვენ კიდე გამოიწერეთ ჩვენი გვერდი. რა ვიცი, გადახედეთ გადაცემებს. თუ გინდათ ორჯერ ნახეთ ან სამჯერ, თუ გინდათ არ უყუროთ და მოусმინეთ. უბრალოდ ეს ინფორმაცია გაიგეთ, გაიაზრეთ და იცოდეთ, რომ არსებობს ბევრი ფონდი, რომელიც ძალიან კარგ საქმეს აკეთებს და ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ზიარი ამ კარგი საქმის. თუნდაც იმით, რომ ერთი ლარი ჩავრიცხოთ თქვენს ფონდში, ან თუნდაც თქვენ ფონდში, ან კიდევ რამდენიმე ფონდია. მოკლედ, მომავალ 4 შაბათამდე გემშვიდობებით. იყავით უფრო კეთილები ვიდრე ხართ. ყოველ 4 შაბათს 21 საათზე ინტერნეტ გადაცემა სიცოცხლის ხიდი.